ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანის მოსახლეობა. 30 ოჯახი იზოლირებაში ჩამოწოლილმა მეწყერმა მოაქცია. მეწყრული პროცესები განვითარდა ქედაშიც მოძრაობის აღდგენისათვის მუნიციპალიტეტში კერძო კომპანიის ტექნიკის დახმარება გახდა საჭირო. უფრო დეტალურად უამინდობის შედეგები აჭარის მუნიციპალიტეტებში სულხან მესხიძის რეპორტაჟიდან. სოფელ ზედათხილნარში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად 30-მდე ოჯახი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. უამინდობის შედეგად შიდა სასოფლო გზაზე მიწის მასა ჩამოწვარის გამოც ადგილობრივები ტერიტორიაზე გადაადგილებას ვერ ახერხებენ. სოფლამდე ვერც მუნიციპალური ტრანსპორტი მიდის. 30 მოსახლემდე არის მოწყვეტილი. დღეს დილით მოხდა ეს ამბავი და დაგვირდენო ჩამოწვა მეწყერი და ხვალე დილით დაგვირდენო გაიწმინდება ყველაფერი. ხეები აქვს ამოღებული მიწას, ხეების გამო განთავისუფლდეს, უნდა ამოიჩეხოს, ამოიკაფოს ეს ხის ტოტები, რომ შემდგომ შეძლო ტრაქტორით, ტექნიკით გაწმენდა ამ ადგილის. დაახლოებით 30 ოჯახია მოწყვეტილი გარე სამყაროს ამ მეწყერის გამო. და შიდა სასოფლო გზა როდესთვის გაიწმინდება? ეს პარალელურად ეს მეწყერთან ერთად ეს გზაც გაიწმინდება. ხვალ დილიდან. ბოლო ინფორმაციით მოძრაობა ორმხრივად გახსნილია ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზის 30 კილომეტრზე. აღნიშნულ მონაკვეთზე გუშინ თოვის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა, რამაც მოძრაობა შეაფერხა. დღის 4 და 5 საათამდე დაახლოებით ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი ბათუმი ახალციხის 30 კილომეტრზე. ქედის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დროულად მოხდა ტექნიკის მიყვანა და ამ დროისათვის აღდგენილია სამხრივი მოძრაობა. გზის შემთხვევები ბუნებრივ კლიმატებთანაც დამოკიდებული, თორე ხა რელიეფი ისეთია, რომ შესაძლებელია კიდე განვითარდეს ესეთი მეწყრული მოვლენები. ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე სატრანსპორტო მიმოსვლა დილიდან აღდგა. გადაუდებელი თოვის შედეგად მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი მანქანების გადაადგილება შეიზღუდა. ჩაქვის უღელტეხილზე თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს მიაღწია. ამჯერად პატარა შეფერხება იყო, მაგრამ მე უკვე გამოგეთა მდგომარეობა. ცენტრალური გზა მოძრაობს. სოფლის გზები ჯერჯერობით გაწმენდილი არ არის, მაგრამ ისეთი კატასტროფული მდგომარეობა არ არის. შეზღუდა იყო მხოლოდ მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე. დანარჩენი ტრანსპორტი მოძრაობდა თავისუფლად. ამ მომენტისათვის გზა გახსნილია. ქობულეთის მუნიციპალიტეტში თოვლს 11 ერთეული სპეცტექნიკა წმენდდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელ ციხისძირში შიდა სასოფლო გზა დღის განმავლობაში არ გაწმენდილა. პრესცენტრის ცნობით თავდაპირველად 21 სოფელთან მისასვლელი გზა გაიწმინდება. სოფელში როგორც ხედავთ, ესეთი გზა არის. როგორც ამ წუთში ხედავთ, ესეთი ვითარება არის. ტექნიკა არ ყოფილა ახლა შემოსული, ასეთი კვალია მანქანის. მე არ დამინახია. სხვა მუნიციპალიტეტებისაგან განსხვავებით დიდ თოვლობას პრობლემები არ შეუქმნია შუახევისთვის. გამგეობაში აცხადებენ, რომ შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები სავარაუდოდ ხვალ დასრულდება.